გადაშენი ხალხია? დიახ. ერთი კვირა აკასრულებელ მოვალეობას, ორი კვირა ბაზაზე არის. ბაზაზე. დიახ. აი ხოდი. კარგად. ნორმალურად ყოველ შემთხვევაში. დიახ. მოხალე ხოხტა მაგაზე რეაგირებს. როგორ ხარ? კარგად, დავაცხადებ. იქნება მაინც ისტორიულად ზემოუბანი, ქვემოუბანი და საეკლესიო ესე იყო და იქნება ზემოუბანს მაინც მიენიჭოს. ჩვენ ვარ ზემოუბანი. რასაც დიდი ხურვალეთი ქვია რა. კომუნიკაცია 14 ოჯახი დატოვილია და 10-9 ოჯახი. რასაც დაგვირდებით სამინისტროში მიუვალ მე თვითონ და დავალაპარაკები. უკვე ეს ზეითუბანი არის უკვე მთიანი ზონა. იცოცხლე. დიდი მადლობა, იცოდე თქვენი დიდი თქვენი იმედი გვაქვს. სახი მაგის უკან არის. Ele მაგალითად, რა მაგალითად, მაგალითად სტრატეგიული არცი არის უკლაურის უკან რო გავწევ ინფორმაცია არაფერიც არ იყო იქ ხელოვნურად შეთხნილი ხელოვნურად დადგმული აგე სოფელი აკავარ და თუ ვინმე დაადასტურებს რომ იყო ნახუროშვილი დავითიო ჩვენ სახში ვიყავით და თბილისიდან მირეკავენ რომ რა ხდება თქვენ ეზოში ვაიმე არაფერი თვეჩათანავზი ვარ მოკუნტული მეთქი რა შეაწყობთ რატო აკეთებენ ესეთ რამე ჩვენთვის არ ვიცი რა ალბათ უნდა დაურიონ და ჩვენ დაგტოვებენ ისე ჩახტებიან მანქანებში და გაიქცევიან ჩვენ თუ რაღაცა დაგჭირდება პოლიცია აგერა გვყავს ჩვენივად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას მივათ პოლიციას დაველაპარაკები და ამოგვიჩენენ დახმარებას და მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულია რა რო გადმოსულიყო მე რა ყველაზე ვაშკაცი ეგ არის და ჩვენ არ ღირსი ხარ თქვენთან იქ სალაპარაკოთ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად ვესტუმრეთ სოფელ ხურვალეთის მოსახლეობას გავეცანით მათ საჭიროებებს რა თქმა უნდა სოფლის მოსახლეობის უსაფრთხოება ნომერ პირველი ჩვენი მოვალეობა და ვალდებულება მაგრამ ამის გარდა ყოფითი პირობების გაუმჯობესება და მათზე ზრუნვა ასევე ჩვენთვის პრიორიტეტია. ამიტომ ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რაც სოფელში არის და ეტაპობრივად ყველა ამ საკითხის მოგვარება იგეგმება. შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდი უბრალოდ მადლობა გადავუხადე, იმიტომ რომ პოლიცია ძალიან აქტიურად მოქმედებს 24 საათიანი მორიგეობა აქვს ჩვენთან. დაცვა ვართ, ძალიან დაცვის ქვეშ ვართ პოლიციისგან. აი გარი შინაგან საქმეთა მინისტრთან ჩემი მადლობის თქმა. ჩვენ პოლიცია ისე საგულდაგულოდ გვიცავს და ისეთი ორგანიზებულები არიან. ისეთი აი კომპეტენტურები თავიანთ საქმეში ვერც კი წარმოიდგენთ ალბათ. დღე და ღამე 24 საათიანი რეჟიმით თავიანთ საპატრულო ადგილებში პატრულირებენ.